წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლასთან არსებული სამოქალაქო კლუბის ორთოდოქსების წევრები პროექტის მომავლის ჟურნალისტების ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიაში ჟურნალისტური ხელოვნების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ. კომპანიის ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად ისინი სხვადასხვა პრობლემატური თემების მომზადების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული. კომპანიის ჟურნალისტებთან ერთად გადაცემებზეც იმყოფებოდნენ და პირადად ჰქონდათ საშუალება ჩაეწერათ ინტერვიუები. მოეწებნათ ინფორმაცია და დაკვირვებოდნენ სიუჟეტზე მუშაობის პროცესს. პროექტის მომავლის თაობის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ჭიათურაში ცისმარი ტეფნაცია. პროექტი PH International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორი იმერეთში ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრია. მაინტერესებდა ეს პროფესია, გადავწყვიტე რომ ამ პროექტში მიმეღა მონაწილეობა. ქალბატონი ინგა დაგვეხმარა რომ თეორიულად ზოგადად გაგვეგო ამ პროფესიის შესახებ. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უკვე გაგრძელდა და ჩავატარეთ პრაქტიკული მუშაობა. ამ პროექტში ჩავკრთა ჩვენმა პედაგოგმა, მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგმა ცისმარი ტეფნაძემ. ის ყველანაირად გვიწყობს ხელს რომ გავეცნოთ ჟურნალისტიკის ყველა დარგს და შევისწავლოთ ეს სფერო. ოპერატორები როგორ მუშაობენ, აგრეთვე როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, რა ხდება, რა რეპორტაჟ აკეთებენ, რასთან დაკავშირებით და მრავალი ინფორმაცია გავიგე და მე პირადად არ მაქვს გადაწყვეტილი რაზე ჩავაბარებ, მაგრამ თუ ჟურნალისტიკა ვირჩიე, საკმაოდ გამომადგება ეს პრაქტიკა. ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა კადრის მიღმა, ზოგადად ჟურნალისტიკას მაინტერესებდა, მაგრამ არ დაფიქრებული ვარ ამ პროფესიაზე გაყოლას, მაგრამ ახლა ვიფიქრე.